იმ მოვლენაზე ვილაპარაკებ, რასაც ილიამ მეორე ჰქვია. ანუ ქართველთათვის მეორე ილია. მე ახლა ენობრივი შეცდომა არ დამიშვია. არ წამცდენია გამოთქვა მოვლენა. დიახ, ილიამ მეორე კერძო კაციდან თავისი დიდი თანამოსახელეს ილია მართლისდარად იქცა მოვლენად. მისგან ხელშესახებად თვალნათლივ იღურება ის, რაც ქართული სიტყვით ასე გამოითქმის მადლი. მადლი იღურება მისგან, რაც აკურველია, ამ მადლის წყარო არის მისი სული უპირველეს ყოვლისა, ყველაფრის დამტოვი, ყველაფრის მიმწვდომი სული, არის მისი გული, უკიდეგანო სიყვარულის დამტევი გული. მაგრამ ჩემი აზრით, ამ მადლის ერთ-ერთი წყარო მისი ენაც არის, ანუ მისი მეტყველება. ეს მეტყველება არის სადა, დარბაისური, გაჯერებული ძველი ქართულის არაჩვეულებრივი სურნელით, მაგრამ ამავე დროს არის შენელებული ზომიერად იმ მთის კილოთი, საიდანაც დაძრული არის ილიამ მეორის გვარი, შიულაშვილ ღუდუშაურების გვარი, მოხეული კილოს არომატით არის შეზავებული ეს და ესეც აძლევს არაჩვეულებრივ გამომხატველობას მის მეტყველებას. რასაკვირველია, ეს უფრო ვიწრო შინაურულ წრეში არის, როდესაც პატრიარქი ბრძანებს ხოლმე, რომ ანტიოქიის პატრიარქი მოიდა. ეს მოიდას, როდესაც იტყვის, ეს ვაჟაფშაველი ფორმაც გახლავთ, როშკით მოიდნენ ხევსურნი. ეს მოიდა თითქოს რაღაც თბილ-ტკბილი ნათელი მოიდა მართლაც და ჩამეღვარა გულში. მარტო ხალხი, მარტო ადამიანები არ ვგრძნობთ ამ მადლს. ამას გრძნობს ყველა სულიერი. გავიხსენებ, შედარებით ახალი აღსაყდრებული გახდათ, როდესაც მარტყოფში მიგვიწვია მე და მხატვარი ვახტანგ რურვა, ჩვენ მაშინ ჟურნალს ქართული ენა და ლიტერატურა გამოვცემდით, თურმე მისი ყოვლის მზერალი თვალი კითხულობდა ყველაფერს, მოსწონებია ჟურნალი, დაგვიბარა ვიახელით, ვისაუბრეთ, ავმაღლდით, გავთავისუფლდით, განვიწმინდეთ შინაგანად. მოკლედ ის დაგვიმართა, რაც ყველა ადამიანს ემართება მასთან საუბრის დროს. საუბრის დროს მოვიდა მორჩილი და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ჯოყოლა, გაიკვირა პატრიარქმა. ახლა შემომიყვანე, ვიფიქრე ალბათ თავისი კუთხიდან რომელიმე მონატრებული თანასოფლელი ჩამოუვიდა მეთქით და გაიღო დარბაზის კარი და შემოვარდა უზარმაზარი მეცხვარის ძაღლი. აი ღოჯებით რომ რელს გადაღრღნიდა. ჩემი ჯოყოლა მოიდა ბრძანა პატრიარქმა და მიალერსა ნაგას, მაგრამ ალერსი და გადარევა მე ასეთი ცხოვილის არ მინახავს, როდესაც პატრიარქი იხილა ამ უზარმაზარმა მეცხვარის ძაღლმა. თურმე 6 თვის ყოფილა, როცა მოუპარავთ და წინახევრის 2 წლის თავზე დააბრუნეს უზარმაზარი ნაგაზი. და იმ უტყუარი ძაღლური გერშით მან იგუმარა, რომ ღვთის კაცს დაუბრუნდა. მერე იყო და ბერი გახლავთ. უწმიდესობა ბუნებიდან დაძრული ადამიანი, ბუნებაში მყოფი მარადიულად და დაგვათვალიერებინა თავისი გომურები, სადაც დარჩეული საქონელი ეყანა. იალერსა იმათაც, ეფერა და მე თითქოს დროის სამანი რაღაც მომერღვა და თვალნათლივ დავინახე გერგეტისაკენ მიმავალმა. სნოს წყალს რომ მიადგა, როგორ გაიფხადა ფეხზე და ანაფორიანა გატოპა. ეს სნოს წყალი და ყოველი შხეფი, ყოველი კენჭი როგორ შეხაღადებდა ირაკლი მისი ბავშვობის სახელს მას. მე ისიც მეზმანა, კი არ მეზმანა, ეს ფაქტი იყო, მაგრამ თვალნათლივ დავინახე პალესტინის გაუსაძლის ხვატში, როგორ შეუდგა სინას წმინდა მთას 2000 საფეხური იყო გასავლელი, ფეხში შველა გავარვარებულ ქვებზე, როგორ ავიდა უხამლოდ პატრიარქი და მე მივხვდი, რომ ეს კაცი
ფეხშემოსილიც როდესაც არის, მაშინაც კი მარადიულად ფეხში შველია და მისი მზირალი ტერფები მუდამ გრძნობენ იმ სიმძიმეს, რასაც დედამიწა ჰქვია, რასაც მიწა ჰქვია, რასაც მამული ჰქვია. სიმძიმე იგი ამ კაცს მაღლა ეზიდება ზეცისაკენ.